გამარჯობა პატივცემულო მეგობრებო, ვარ გორგიაში, დიდუბის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ფილიალი, მე მგონი, საიდანაც წამოვიდა მთელი ეს ქსელი, რომელიც თბილისელებს და არა მარტო თბილისელებს ძალიან უყვარს და ხშირად აქ საკმაოდ დიდი რიგებია. ნუ გონიეთ, რომ ეხლა სიცარიელია გორგიაში. სულ რამოდენიმე წუთში შევალ, წუთი ნახევარში სავარაუდოდ დანახავთ, როგორი ინტერესი აქვთ მყიდველებს ასორტიმენტის მიმართ. ჯერჯერობით ვათვალიერებ აი ამ ცოცხალ ნაძვებს. ნუ ზოგი ნაძვია, ზოგს სხვა ჯიში ქვია. მაგრამ ნუ ხვდებით, რასაც არის საუბარი. მაინტერესებს ყველაფერი, რასაც აქვს წიწვები. მაგრამ არ შემიძენია არაფერი ამ ეტაპზე, რადგან ვერ გადავწყვიტე რა მინდა და როგორ მინდა და გადავედი უკვე ქრიზანტემებზე, აი ქრიზანტემებთან, სადაც ვათვალიერებ, მაგრამ აი არც ეს ქოთნები დიდად არ მომეწონა სამწუხაროდ, რადგან შეიძენ და მე ნუ ეს სახში ფუჭდებიან. როგორც ჩანს, უკვე აი ბოლო ამოსუნ თქვა, როდესაც აქვთ ყვავილებს, მაშინ დებენ აი გასაყიდად. მაშინ შემოაქვთ. მსგავსი სიტუაცია ხშირად არის აი მაგისტრალებზე, ხო, აი ლილოს ტრასის გასწვრივაც იყიდება, ხო, რამდენჯერაც მეყიდია, მე სახში ფუჭდებოდა. ძალიან იშვიათად არის, რომ აი შეინარჩუნოს ფორმა და ვიზუალი. ნუ შეიძლება მე არ ვიცი ამის მოვლა, ამიტომაც ჯობია როგორც ინდურ ფილმებში ხელოვნური ყვავილები შევიძინო და დავტკბე ამ ყვავილების ციფერადით გადაღების დროს. ძირითადად ეს დეკორად მჭირდება. თორემ ეზოში დიდი ხეები გვაქვს და ამ ხეების მოსავლით ძალიან კმაყოფილები ვართ. ასე თუ ისე, ბევრი საინტერესო რაღაცა ბაღისთვის, ზოგს ზამთრის ბაღი აქვს, რაღაც ორანჟერია, ტროპიკული, აქ სურათებს ვიღებ მე გარეკანისთვის, რადგან როდესაც ვიდეოს დავამუშავებ და დავდებ, მე მჭირდება გარეკანი, რომ იყოს საინტერესო და მიმზიდველი. აი ძალიან მოსახერხებელი სკამები. აი სემიჩკა მზესუმსირას ვაყიდნენ, გახსოვთ ადრე? ბებიები, მაგათაც ჰქონდათ მსგავსი სკამები. ისე მანქანაში კი უნდა გედოს, რომ გააჩერო და სუფთა ჰაერი დატკბე და მაშასადა მე ეხლა აი შევდივარ უკვე ტერიტორიაზე და დაინახავთ ხალხს. აქ უკვე სახალხო ასორტიმენტია დიდი რაოდენობით. სანტა-კლაუსები, თოვლის პაპები და ბაბუები, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ და არა მარტო. სხვათა შორის ჩვენი აი ჯგუფი არის ძალიან კარგი აწარმოე ქართული და ბევრი ოსტატია, რომელსაც აი ყველაფერი რო გამოვსდით, ეს ძალიან მარჯვეხელები რო აქვთ, აკეთებენ ძალიან კარგ ქართულ თოვლის პაპებს. არა სანტა-კლაუსებს, არა ამ რაღაც ევროპიდან გამოგცეულ იმათ რა ქვია გმირებს, არამედ ნამდვილი მამაპაპური ქართული თოვლის პაპა, თოვლის ბაბუა, თავისი ხურჯინი და საჩუქრებით. აი ეს პატარა საჩუქრები ძალიან კარგია და იაფია. ხილს ლარი და 20, ლარი და 80. ადრე ორ კამფეთს რო აძლევდნენ, გახსოვთ, მეზობლებს ერთი დათუნია, მეორე თოლია. აი შეიძლება კამფეთთან ერთად, აი ერთ ძალი ეს სუვენირი საჩუქო ვისაც ნახავთ პირველში, ორში და სამში. ჩვენთან ისეთი მეზობლებიც იყვნენ, რომლებიც იმალებოდნენ პირველში და ორში, რომ არავისთვის მარტო მეზობლები არა, ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც იმალებიან პირველში და ორში, რომ არავის არ უთხრან გილოცავ ახალ წელს. ნუ ეს მუშაობდა, უბრალოდ ჩამკეტი აქვს ისეთი და შეგიძლია მოხსნა და მე აინთება. ნუ მოკლედ ახლა ყველგან არის ფასდაკლებების კვირეული, აი Outlet Village-იც, რომელიც არის იქ რუსთავის და ლოჭინის ხიდების ტერიტორიაზე, გაიხსნა, ხო?
მანდაც არის აუთლეტი და ახლა მივიღე SMS-ი ზუსტად ხმას რომ თქვენთვის წერ, აი აქაც ძალიან ბევრი კარგი რაღაცაა. ნუ გორგია მე მიყვარს აქ მოსვლა 8-დან 9 საათამდე, როდესაც უკვე იკეტება და როდესაც უკვე ნაკლებად შევაწუხებ ხალხსაც და დისკომფორტი არ იქნება სალაროებთან, ნუ მოკლედ მიყვარს ესეთი კამერული სიტუაცია, ისანამ მე ვიღებდი ხალხიც უკვე თანდათან იხდიდა სალაროებთან და მიდიოდა. ბევრი ვეღარ გადავიღე, რადგან დამიჯდა ყველაფერი, ტელეფონიც, ჩემი ჭკვიანი სათვალეც და ცოტა მეც უკვე ვიყავი დასატენი. მაგრამ თქვენ უკვე ზოგადი შთაბეჭდილება შეგექმნათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.